მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ისევ ამ ქვეყნის მტრებზე ვისაუბრო, კოლექტიურ ნაცებზე და პარლამენტში შექმნის საგამოძიებო კომისიაზე უსმენეს საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც საუბრობს ღიად და ასახელებს კონკრეტულ სახელებს და გვარებს, კონკრეტულ სიტუაციებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თინა ბოკუჩავა, კანდელაკი, გირჩი ჯაფარა, ვაშაძე, სამადაშვილი და კიდევ ვიღაცეები ჩადიოდნენ ევროპაში და მართავდნენ შეხვედრებს სხვადასხვა ჯგუფებთან და ასევე ღიად ევროპარლამენტში აკეთებდნენ ისეთ განცხადებებს, რომელიც აფერხებდა საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და ეს ადამიანები წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ საქართველო როგორმე არ გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. ასევე ამ ადამიანებმა თავის დროზე არ დააკლეს მცდელობა იმას, რომ მიგვეღო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში და აქვე მიდის საუბარი იმასთან, რომ ძალიან სერიოზულად იბრძოდნენ ეს ადამიანები, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება არ მომხდარიყო. ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია უკვე მიდის საუბრები და წერილები არსებობს, რომლებსაც აგზავნიდნენ ევროპაში და კონკრეტული დოკუმენტები არსებობს, სადაც ისეთი შინაარსია ჩადებული, რომელიც პირდაპირ ურტყავს საქართველოს ინტერესებს და რომელიც აფერხებს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. მე მინდა ახლა გავყვე ნაციონალური მოძრაობის ლოგიკას. ნაციონალური მოძრაობა იძახის, რომ ქართული ოცნება ამ ქვეყანას მიათრევს თურმე რუსეთში და ეს თუ მართლა ასია და თუ ნაციონალური მოძრაობა არის პატრიოტი ამ ქვეყნის, ხო ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ოპოზიციიდან იმისათვის, რომ იქნებ როგორმე ეს ქვეყანა გამხდარიყო ევროკავშირის წევრი და ამით რა თქმა უნდა გადარჩებოდა ეს ქვეყანა რუსიფიკაციას, ხო როგორც თვითონ იძახიან. ამ გზით ხო გამოგლიჯავდნენ ამ ქვეყანას რუსებს, ისინი თუ გულწრფელი არიან თავიანთ განცხადებებში და ერთადერთი საქართველოს გადარჩენაც და ხსნაც და ნათელი მომავალიც და იდეალური ვარიანტი და შანსი იქნებოდა ის, რომ ეს ქვეყანა გამხდარიყო ევროკავშირის წევრი და ამ ადამიანებს პირიქით ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ ევროპაში, რაც მათ როგორ თქვა, შესაძლებლობებში შედიოდა იმისათვის, რომ ეს ქვეყანა როგორმე გამხდარიყო ევროკავშირის წევრი, როგორმე უფრო დაახლოებულიყავით ევროპასთან. მაგრამ ეს ადამიანები, როგორც უკვე აღნიშნე, ყველაფერს პირიქით აკეთებდნენ, დღემდეც ასე იქცევიან, რომ იქნებ როგორმე ეს ქვეყანა არ გახდეს ევროკავშირის წევრი, რომ ამით ქართული ოცნების ხელისუფლებას დაარტყა. აი ეს არის ნაბოზარი ნაცების ჭეშმარიტი ბუნება და სახე და სულ ვიძახი, რომ 100%-ით ბოროტი ბუნების რაღაცა ერთობა ნაციონალური მოძრაობა და ყოველ ჯერზე ამას თავიანთი საქმიანობით ადასტურებენ ნაცები. აქ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე არ მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ იბრძოდნენ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არ გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. აქ საუბარი მიდის ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ოპოზიციურ ტელევიზიებზე, რომლებიც ასევე ამ ნაცებთან ერთად ტანდემში პარალელურად ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ როგორც უკვე აღნიშნე, საქართველოს იმიჯი დაეზარალებინათ, დაეზიანებინათ, რომ ისეთი ინფორმაციები გაევრცელებინათ, რომელიც საქართველოს შეაფერხებდა ევროინტეგრაციის გზაზე და სწორედ ეს არის რუსობა და რუსული საქმე, სხვებს რო ეძახიან რუსებს და მონებს და რაღაცა მტრებს და გამყიდველებს, თვითონ თავიანთი მოღვაწეობით არიან სწორედ რუსები და რუსულ საქმეს აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და
ოპოზიციიდანაც დიახ, სწორედაც რომ რუსული საქმის გამკეთებლები არიან და დიახ, სწორედ ეგ არის რუსული საქმე, როცა შენ პოლიტიკოსი ოპოზიციიდან ყველაფერს აკეთებ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა არ გახდეს ევროკავშირის წევრი. აბა რა არის სხვა რუსობა თუ არა ეს? ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ეს მტრობა ამ ქვეყანასთან არ უნდა შერჩეთ და არ უნდა გქონდეთ იმის უფლება, რომ პოლიტიკოსები ერქვათ ამათ და პოლიტიკას რომ აკეთებდეთ. ყველას თავის სახელი უნდა დაერქვას ამ ქვეყანაში და როგორც უკვე აღვნიშნე, არ უნდა გქონდეთ საშუალება, რომ ასე ღიად პოლიტიკოსები ერქვათ და ასე ღიად რომ მტრობდნენ ამ ქვეყნის ინტერესებს. ეს არის და ეს რისი თქვაც მინდოდა ამ პროჭებთან დაკავშირებით, რომლებიც დღემდე ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ იქნებ როგორმე საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში არ გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს პირველ რიგში ურტყავს არა ქართული ოცნების ხელისუფლებას, არამედ ამ ქვეყნის მომავალს, ხო, რა თქმა უნდა და ეს ადამიანები რომ პატრიოტები იყვნენ, თავიანთ ამ რაღაცა ძალაუფლების წყურვილს გადადებდნენ გვერდზე და გამოვიდოდნენ პირველ რიგში ამ ქვეყნის ინტერესებიდან და მოიქცეოდნენ ისე, როგორც აწყობს საქართველოს და საქართველოს მომავალს. მაგრამ არანაირი პატრიოტები ესენი არ არიან, ესენი არიან ჩვეულებრივი ტიპები, რომლებიც ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა იყიდეს და თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე ამუშავებენ ამ ქვეყანაში. სხვას არაფერს არ წარმოადგენენ კოლექტიური ნაცები. ის ფაქტიც, რომ დღეს 7 პოლიტიკოსი იმყოფება საპატიმროში და რომ ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ იქნებ როგორმე აღმოჩენილიყვნენ რამოდენიმე თვით საპატიმროებში, ამასაც იმიტომ აკეთებდნენ, რომ ამ ქვეყნის იმიჯისთვის დაეწყათ, რომ აი გამოჩენილიყო საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ისე, რომ თითქოს აი ყველა პოლიტიკოსი 7, ესე იგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაიჭირა ივანიშვილის ბოროტმა რეჟიმმა. ეს არის, როგორც უკვე აღვნიშნეს, სწორედ ამ ქვეყნის მტრობა და რუსობაც ეგ არის და მოღალატეობაც და რავი, პროჭობაც და მეტი არაფერი არ ქვია და სერგო ორჯონიკიძე სხვას არაფერს არ აკეთებდა და როგორც ახლა აი ეს კოლექტიური ნაცები წერილებს წერენ ევროპაში, საქართველოზე ცუდ რაღაცებს რო წერენ, იგივე წერდა ორჯონიკიძეც და მე სხვა რამე განსხვავება არ ყოფილა. ასე რომ თანამედროვე ორჯონიკიძეები გახლავთ, დიახ, სწორედ მოკუჩავები, კანდელაკები, გირჩი ჯაფარები და აი ეს პროჭები ესენი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ დღემდე იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესებს დაარღვევენ. ეს არის ნაციონალური მოძრაობის ჭეშმარიტი ბუნება და სახე.